თბილისსა და რეგიონებში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მომიტინგეები უკვე 55 დღეა მთავრობის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე. იკრიბებიან და ყოველდღიურად ითხოვენ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები. სხვა დღეების მსგავსად დღესაც საკუთარ პროტესტს ადამიანები სასტვენებითა და ტრანსპარანტებით გამოხატავდნენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საპროტესტო აქცია შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია ბათუმში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გამართეს. თავისუფლებამ ზია ამაღლობელს ამ მოთხოვნით სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უწყებამ დაიწყო გამოძიება, თუმცა არ გაკეთებულა განცხადება და არ არის ცნობილი შეუჩერდა თუ არა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რასაც ჟურნალისტები მეხუთე დღეა ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით მათი მოთხოვნაა დაჩქარდეს გამოძიება იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციის უფროსის მხრიდან ზია ამაღლობელის მიმართ. თავად ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მდგავართ, იმიტომ რომ ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება და ეს არ იყოს ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ მივიწყებული საქმე, რადგან როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძის მხრიდან მასზე განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. მისი განმარტებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დარჩენის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლების სახეზეა. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. თემურ ზასოხაშვილს მე ვარ ცოცხალი მოწმე იმისა, რომ შეეზღუდა დაცვის უფლება. ვინაიდან რადგანაც 2022 წლის 3 დეკემბერს მაშინ როდესაც მესამე იზოლატორში ისწავლეს სული, რომ მე ჩემი დაცვის შოქი ლომიძე მე თავად მიყავი შემსწრების ამავდროულად მასეც მქონდა უთერთობასწინო და მე უნდა ვიყო მისი ადვოკატი. თავად მე ის ადვოკატს არ მოცის საშუალება, რომ ახლო გავგარებოდი ჩემს იმ მომენტისათვის დაცვის ქვეშ ყოფს. სტრასბურგში დღეს საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე იმსჯელებენ. ზუსტად 1 საათში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტართა დიდი ნაწილი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. ხმაური იყო დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რექტორის არჩევნები ჩატარდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ქართული ოცნების წევრი ტიტე აროშიძე გახდა. სტუდენტების უკმაყოფილებას სწორედ ტიტე აროშიძის კანდიდატურა იწვევდა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტის გაკონტროლებას ცდილობს. ვიღაც ამბობდა, რომ ბესეუს ლექტორები ჩადგნენო სტუდენტებს შუაში ორი მხარეს შორისო და აქეთ მხარეს მართლა სტუდენტები ვიდექით და იქეთ ქართული ოცნების პარტაქტივი იყო მთლიანად და 1-2 სტუდენტი თუ გამოერეოდა სამარცხვინო ქმედებებია, რადგან ქართულმა ოცნებამ პირდაპირ შუამავლების გარეშე თავისი კადრი დაგვისვა უნივერსიტეტის რექტორი. საპროტესტო აქცია იყო დღეს გორში, სოფელ ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესის დაჩქარებას ითხოვდნენ. მესამე წელია ატენის საჯარო სკოლის 236 მოსწავლეს სკოლაში მეზობელ სოფელში სიარული უწევს. მშობლებს აინტერესებთ კონკრეტული პასუხი თუ როდის აშენდება ახალი შენობა. ადგილზე შეკრებილებს დღეს გორის სასწავლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა და მათ ვითარების გარკვევას დაჰპირდა. რა გახდა ახალი სკოლის მშენებლობის შეჩერება მიზეზი, პასუხი არც გორის რესურს ცენტრს აქვს. აშენებული სკოლა რაც არის? ჯერა ეს 70 წლის სკოლა არის. რაც არის აშენებული, სახურავი გამოცულია, ფანჯრები გამოცულია. შეღებონ და შეუშვან ბავშვები, კაცო.
ესე ბოლშევიკთა როდემდე უნდა იანონ სოფლიდან სოფელში. სად დადიან? ხიდისთავის სკოლაში. იქაცა მეოთხე სართულიდან პირველ სართულზე ჩამოდიან საფიფარეშო არ აქვს არც იქა. და ნორმალური პირობები არ აქვს. ხო შეიძლება რაც არის გაკეთებული, აი ესა გაარემონტო და შეიყვანონ ბავშვები. იმას რასაც აშენებენ, ის ააშენონ კაცო ნელა-ნელა. აი აშენებულში შეიყვანონ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ფიცის დადებისთანავე პრეზიდენტობის პირველივე საათებში დონალდ ტრამპმა უკვე გამოსცა 100-ზე მეტი აღმასრულებელი განკარგულება. ამერიკის 47 პრეზიდენტის განცხადებით დაუშვებელია, რომ სქესის შეცვლის ოპერაცია უტარდებოდეს. ყველას და მამაკაცები ქალების სპორტში ასპარეზობდნენ. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის პირველივე დღეს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად შეერთებულ შტატებში ოფიციალურად განისაზღვრა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამაკაცი და ქალი, რომელიც ბიოლოგიურად განისაზღვრება და არა იდენტობის თვითგამოხატვით. ერთ-ერთი ბრძანებით ტრამპმა კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე 1600-მდე პირი შეიწყალა. საგარეო პოლიტიკის კუთხით დონალდ ტრამპმა დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის მიზეზად მან COVID-19-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა დაასახელა. მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით მან ერთ-ერთი განკარგულებით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ საზღვარზე. ასევე ტრამპის ბრძანებით ამერიკაში დაბადებული ბავშვები ავტომატურად მოქალაქეები ვეღარ გახდებიან. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებასაც, რომელიც დროებით შეაჩერებს TikTok-ის აკრძალვის ძალაში შესვლას. ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერების თაობაზე. შემოწმების ჩატარებამდე რათა განისაზღვროს შეესაბამება თუ არა ეს პროგრამები მის პოლიტიკურ მიზნებს. ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში დონალდ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის 78 აღმასრულებელი აქტი. მოგვიანებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განიხილა პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა. დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელმოწერას ეხმაურება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერის განცხადებით, ჩინეთი გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას თავისი პასუხისმგებლობის შესრულებაში. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი მხოლოდ უნდა გამყარდეს და არა შესუსტდეს. ჩინეთი ასევე შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით პარიზის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მომდევნო კვირებში ვაშინგტონში ჩასვლას და დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ამის თაობაზე CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით ლიდერები განიხილავენ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს, ირანის ბირთვულ პროგრამას და მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტისა და ძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამასთან ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეო მიმართვაც და დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტი მზაობას აცხადებს იმუშაოს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად მშვიდობის მისაღწევად. საკუთარ გამოსვლაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ინაუგურაციაც მიულოცა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის მარკ რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად წინასწარი მზადება უკვე მიმდინარეობს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება. როცა კონფლიქტში ვერცერთი მხარე ვერ აღწევს დასახულ მაქსიმალურ მიზანს, მის დასასრულებლად თითოეულ მათგანს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა, განაცხადა რუბიომ. მისივე თქმით, არ იცის რამდენ ხანში დასრულდება ომი უკრაინაში. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნება პრაგმატული, თუმცა ევროკავშირი თავის ინტერესებს დაიცავს. ჩვენ გვინდა მეტი თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამისთვის ღიაა. ეს მოიცავს ჩვენს უახლოეს პარტნიორებს. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. არც ერთი ეკონომიკა მსოფლიოში არ არის ისე ინტეგრირებული, როგორც ჩვენ ვართ.
დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის ელოდება ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმაც. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას, წერია კაია კალასის განცხადებაში. ტრამპს ინაუგურაციას ულოცავს ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. პრეზიდენტ ტრამპს წარმატებები უსურვა და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც. განცხადებას ავრცელებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც. ასევე ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.